ბავშვები 402 ოთახიდან. მოხერხებული მომვლელები. ბავშვებო, გინდათ ფრენურთი ვითამაშოთ? მეც მინდა. კარგი, მე კაპიტანი ვიქნები. სულ შენ გინდა კაპიტნობა? თუ გინდა შენ მეორე გუნდის კაპიტანი იყავი. კარგი. არჩევანი მე. პენი ჩემია. გაიგეთ რა ვთქვი, პენი ჩემია. გავიგე და შენი იყოს. მართლა? ძალიან კარგი. პენი მაინც ვერ ითამაშებს, არც ცალია. დღეს მუშაობს, პატარა ლარა ჯონსონს სუვლის. ჯანდაბა. არა, ლარასთან აღარ მუშაობ, თავი დავანებე. ვაშა, შენ ჩემი თანაკაპიტანი იქნები და ჩვენს გუნდს შენ სახელს დავარქმევ. კარგი იქნებოდა, მაგრამ მაინც ვერ ვითამაშებ. დღეს ობოლთა დახმარების ფონდში მოხალისედ ვმუშაობ. რა, ობლები ისევ შიმშილობენ? ხო, და გარდა ამისა სურვილებიც ხომ უნდა შევუსრულოთ. მას შემდეგ, რაც პატარა ჰანა ტომსონს უბედურება შეემთხვა, ჩვენი სადაზღვევო კომპანია აღარ დაუშვებს, რომ მსგავსი რამ კიდევ მოხდეს. მათთვის და მათი სურვილების ასრულებისათვის უნდა ვილოცოთ. ბავშვების მოვლაში დამდეს გიხდიან. ხო, მართლა, პენი ფულს ხომ არავის ართმევს. ართმე გამოვართმევდი, მაგრამ პატარა ჰანას საჩუქრის საყიდლად ფულს სიამოვნებით ვიშოვიდი. რა კარგი გოგო ხარ, ნენსი. ერთი სული მაქვს, როდის ვეტყვი ჰანას ოჯახს, რომ მზადა ხარ დაეხმარო. პატარა ლარა ისეთი საყვარელია, მის მომვლელად სიამოვნებით ვიმუშაობდი. მეც სამუშაოს მეც ვეძებ. მეც ნამინიდე. ცუდი აზრია, თამაშის დრო აღარ დაგრჩებათ, სწავლაშიც ხელი შეგეშლებათ. მერე თქვენი მეგობრები კოლეჯში ჩააბარებენ, თქვენ კი ისევ მომვლელები იქნებით, სანამ ლარა 32 წლის არ გახდება. მე მინდა საზღვაო ბიოლოგი გამოვიდე. ლარას მომვლელად მუშაობა თუ დაიწყებთ, შეიძლება გარდატეხის ასაკსაც ვერ მიაღწიოთ. გავიგე, იმუნიზაციებსაც კი არ იკეთებსო. თუმცა მე ვინმე კითხება, წადით და იმუშავეთ, თუ გინდათ რომ ყველამ ერთად წითურ აიკიდოთ. გადავიფიქრე, აღარ მინდა იქ მუშაობა. არც მე. არ მინდა. გამარჯობა, პატარა ბავშვის მომვლელი კიდევ გჭირდებათ? დიდი პოდიში, მაგრამ დედა უკვე ახალ მომვლელს ელაპარაკება. პოლი, გეთაყვა ბავშვის მომვლის გამოცდილება თუ გაქვს? რა თქმა უნდა, პატარების მომვლის დაწესდა ყოფნის დიდი გამოცდილება მაქვს. ძალიან კარგი. სარეკომენდაციო წერილებიც გაქვს? უკეთესი რამ მაქვს, ქალბატონო ჯონსონ, შენ პატარებს შეუძლია თვითონ გიაბროთ ჩემს შესახებ. მათთვის სიცოცხლეს არ ვიშურებ. კოვზები? მე ჩემი თავი მათ მოვლას მივუძღვენი, ბავშვისათვის აბენების გამოცვლას ყველა შეძლებს, მაგრამ კოვზების ფასდაუდებელი კოლექციის მოვლას ვერა. კოვზების? შთამბეჭდავი არა? არასოდეს დამავიწყდება, როცა ჩემ პატარა რკინის ქალბატონს ჟანგი შეეპარა. რა გადავიტანე? ჯერ იყო და იმდენ ხასხიხე, სანამ სულ არ მოვაშორე. მერე გავასწორე, პირი გავუპრიალე. ვერც კი წარმოიდგენთ ეს რა საშინელება იყო. კარტოფილის კანის საზიზღარი სუნი ძლივს მოვაშორე. ახლა კი შეგიძლიათ თვითონ დაასწრეთ როგორ მოვუვლი ბავშვს. მადლობა პოლი, რომ ჩვენ გაცხადებას გამოეხმაო. უნდა ვნახო როგორ მოექცევა ლარა ჩემი ვერცხლის ჯადოქარს. ეს ნამდვილი გამოცდა იქნება, ზოგიერთებისათვის აღლის მოვლა უფრო მნიშვნელოვანია. მე კი მხოლოდ კავზების მიმართ დამოკიდებულებას ვაკვირდები. აბა გამარჯობათ, ეს ლარას ახალი მომვლელია? არა. რა თქმა უნდა არა, ჯერ არ გადამიწყვეტია დავთანხმდე თუ არა. ჯერ ჩემი კითხვარი უნდა შეავსოთ. მარტივი შეკითხვებია, მაგალითად როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილი როგორია? კარგად აღზრდილი? მე, ცუდად აღზრდილი თუ გე? საშინელი ჩხავანაა. მეორე შეკითხვა. ოდეს მე ყოფილხართ კომუნისტური პარტიის წევრი? ვწუხარ, მაგრამ ვერ შევთანხმდები ძვირფასო. მეც ვწუხარ, ალბათ ეს სამუშაო არ გამომადგება. მას ვისაც შვილისთვის კოვზების სიყვარული და სკანდინავიური ოიდილი დუს სიმღერა არ უსწავლებია, უფლება არ აქვს თავმჯდომელი უწოდოს. მირთვი ჩაი ლუსილუ. თოჯინებს რომ დავაძინებთ, მე 6-მდე თვლას გასწავლე ფრანგულად. მეტად დედიკოვ სენა გიყვანოს მომვლელას, შენ ისე კარგად მართობ. ჰაროლდ, მე მგონი ლარასთვის მომვლელი ვიპოვე. ახლა მაინც მომცემს ვინმე კამფეტს? კიდევ როდის უნდა გადაგეხვიო? მეტი აღარ არის საჭირო. ოთხმოცდა 15 ცენტი? ჯობდა ამის მაგრად მათი მუყაოს ნაცხრები მეჭამა. რაო, გაგიჟნე? პარი $1,000,000 ეთქვათ. არ მითხრა ახლა რომ დამატებით გადასახადიც უნდა გადავიხადო. მერე უკვე ბავშვები რატომ იპარავენ? 95 ცენტი? ვაუ, რა მაგარი ფასია. და
რადგან ფულის პრობლემა არ მაქვს, რვაჟელი ნამთხვერს ჩემთვის ავიღებ და კიდევ ერთ გლაზურიას ჩემი კატისთვის. რა გემრიელია? ვაუ, რა ლამაზი საათია. გმადლობ, ბებიამ და ბაბუამ ჩამომიტანეს შვეიცარიიდან. ალბათ ძალიან ძვირი ღირს არა? მაღაზიის სახელი ჩამაწერინე რა. მინდა ერთი ჩემთვისაც შევუკვეთო. ლანჩისთვის ფული მასისხეთ რა. წამოღება დამავიწყდა. სამწუხაროდ მხოლოდ 50 ცენტი დამრჩა, მაგრამ რაც არის აიღე. შეინახე იქ ხურდები ჯორდან ბიჭუნას მე დავეხმარები. აიღე რამდენიც გინდა სანჯაი. დიდი მადლობა ნენსი. სადიშოვე ამდენი ფული ბანკი გაქურდე? არა. ყულება გამიტყდა, მაგრამ დიდად არ მიდარდია. იმიტომ რომ მაღალანად ღაურებადი სამსახური ვიშოვე. მაინც რამდენს გიხდია? ზუსტად არ ვიცი. დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა. მივალ მისის ჯონსონთან და გავიგებ. მისის ჯონსონთან? ლარას დედასთან? მისის ჯონსონი ვთქვი. მისის მარლსმეიტი უნდა მეთქვა. არა, შენ მისის ჯონსონი გინდოდა გეთქვა. ჩვენ რას აღარ გვეუბნებოდი რომ თავიდან მოგეშორებინეთ. და თვითონ კი მიხვედი არა? ესაო, ისაო, სწავლაში ხელს შეგიშლითო, მატყუ არა ხარ. მე თქვენთვის კარგი მინდოდა. ჩემს მეგობრებს ყოველთვის ჩემზე წინ ვაყენებ. ასეთი ვარ და რა ვქნა? თქვენი განათლება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბევრი ფული. რა კეთილი ბიჭი ხარ, არტურ. შესვენება საბავშვო ბაღის მოსწავლეებთან რომ ატარებ. ბატები მოდიან. კეთილი, დაკვეთილი დამთავრდა. მოგეწონა? ახლა კი ვითამაშოთ და გავერთოთ. რა უნდა ვითამაშოთ? თამაშს რა ქვია? თამაშს ქვია აბა ვინიც ის თავისი მისამართი. ვინ დაიწყებს? დავიწყე მე 325. პემპულტის 509. სანდურკის გადაწყვეტილება 15. ამბობ ტერასა დაძაბეთ ხეივანი 2009. მართალი გითხრათ, ისე ზიად, საბავშვო ბაღში რომ მორიგეობდი, თქვენმა შვილმა ჩემზე დიდი საბიჭლება მოახდინა. საოცრად ნათელი გონება აქვს. ჭკვიანი ბიჭი ასე არ არის? საბავშვო ბაღში რატომ მორიგეობდით? ვინმემ დაგსაჯათ? არა, რას ამბობთ? მე ძალიან მიყვარს პატარა ბავშვები და შესვენებაზე ეზოში ბურთის თამაშის ნაცვლად. მათთან მირჩევნია თამაში. ბავშვები ხომ ჩვენი მომავალია. მართალი ხარ, მართალი. სემი განსაკუთრებით მომეწონა. თავისი ასაკისთვის ძალიან განათლებული არის. დიახ, წინახევრის იყო რომ ფერებს უკვე ცნობდა. გასაკვირი არაფერია. თქვენი შვილია. დიახ, მე ერთი თავისუფალი ადგილი უნდა მქონდეს არტურ კენეთ ვანდერბოლის პროგრამაში ნათელი გონების მქონე ბავშვებისათვის. ამ პროგრამაში ბავშვების გართობასა და სულიერ განათლებას ერთმანეთს უთავსებენ. მართლა? ჩემს პროგრამაში 9 წლის განათლების შემდეგ პატარა მიჩელშტეინი მე-4 კლასიდან პირდაპირ მე-6-ში გადახდა. ახლა პატარების უმაღლეს სკოლაში სწავლობს. იცით, თქვენი პატარა სემი რაღაცეთ მიჩელს მაგონებს. ამ პროგრამაში როგორ უნდა ჩავწერო? არტური ჩემი მოვლელი იქნება? დიახ, არტური შენი მოვლელი იქნება. ერნის ქუჩის 405-ში ზუსტად 4 საათზე უნდა მოიყვანოთ. უკან 6-ის ნახევარზე წაიყვანთ. თანხას წინასწარ გადაიხდით ნახდი ფულით. ძალიან გაგვიმართლა რომ არტურმა თავის პროგრამაში ჩაგწერა. გამართლებას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. დავინჯერეთ. სასტრაფო სამსახურების ტელეფონის ნომრები ტელეფონის გვერდზე დევს, მალე მოვალ. წაფთანით და ისიამოვნეთ მისის ჯონსონი და ლარამ შვენიერ დროს გავატარებთ. საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს ლარა, ცოტა რომ ვაჭამოკიდეთ. რა თქმა უნდა არა. ნახვამდის ცედა. ახლა ტელევიზორში ჩემი საყვარელი პროგრამა იწყება. პოტკუნა ბაჭია. მე და პენი ყოველთვის უყურებთ ხოლმე ამ გადაცემას. მაგას ჯობია ნახოთ რამდენი ორთხოვილა ჩამეტება პირში. აბა რა გვაქვს? კარაქის ბლითები? ვაშა? მე პოტკუნა ბაჭია მინდა, პოტკუნა ბაჭია მინდა. მომეცი მე ჩავთავ. პოტკუნა ბაჭია 41 არხსია. ქალების ფრენბურთი. მაგარია. ლექს ჯაკობოვსკი თამაშობს. პოტკუნა ბაჭია სასაწყისი გამოგვჩება. არა პატარა ვარ გამოვტოვებთ. ჩვენ რეკლამები იქნება. გაინტერესებს პამპერსის რეკლამა? კარგი ჩაწოდება იყო ლექს. დარტყი, რა სელოდები? შეგიძლიათ წახვიდეთ და გაერთოთ მისის ხილს. მე და სემი გავერთობით. წამოყევი სემი. სემ, გაიცანი შენი მოვლელი.
დედა მითხრა რომ ჩემი მომვლელი შენ იქნები. დედამ ხომ გითხრა შენი მომვლელი არტური იქნებაო? დიახ, ხო და ამბიც არტური ქვია. კარგი. იცი რა კარგად გავერთობით? პოკერის თამაში იცი? პარის, გაიცანი არტური. რაიან, გაიცანი არტური. აუ, რა მაგარი თამაშია. კარგი პატარა ახლა შენს პუტკუნა ბაჭიას ჩავრთავ. უკვე გვიან არის დამთავრდა. თანაც სპეციალური შოუ იყო დღეს პუტკუნა ბაჭიას დაბადების დღეა. არ მოიტყინო, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. პუტკუნა ბაჭიას დაბადების დღის შოუს მომავალ წელსაც უჩვენებენ. აბა ვით გავერთოთ? პენი ყოველთვის ჩემთან ერთად თამაშობდა. მოვიგე. რა ცუდია, ეს თამაშიც დამთავრდა. თქვენი არ ჩამოუშვა პატარა, გახსოვდეს, მთავარია თამაში და არა მოგება. პენი მე ყოველთვის მაგებინებდა. ახლა რა ვითამაშოთ? აი, ეს ამბერ-ამბერსეტი. პენი სკოლობანას მეთამაშებოდა ხოლმე. დედას ვეტყვი რომ მე მეთამაშები. კარგი, ვითამაშოთ სკოლობანა. ვაშა! მე მასწავლებელი ვიქნები, შენ კი მოსწავლე. დილამშვიდობისა ბავშვებო. დილამშვიდობისა მის ნენსი. ახლა ცოტა წავუძინოთ. თავები მერხზე დადეთ. და თვალები დახუჭეთ. შემეთხარე ეს ბიჭი ტუალეტში თავისი დადისო. 5 წუთში ერთხელ თხოვდა გადაყენებას, ამაში ცალკე ფული უნდა გადამიხადო. სიამოვნებით, მაგრამ რასაც გიხდით, იმითაც ძლივს ვახერხებ, რომ ბიზნესი წამგებიანი არ იყოს. არტურმა ტუალეტში მინდა, ახლავე. მადლობ, დეიდამერი, ბიზნესისთვის სახლი რომ დამithოთ. არაფრის ჩემო კარგო, ოღონდ გახსოვდეს, ამაში 10% უნდა გადამიხადო. 8%. საგადასახადო ინსპექცია არ დაგავწყდეს. პენი სკოლობანას უკვე თამაშობდა, შენ მარტო ძილის გაკვეთილებს ატარებ, რა არის რა? არა ხარ მართალი, ჩუმად კითხვის გაკვეთილიც ხომ მქონდა. მე ჯერ კითხვის არ ვიცი. ამიტომაც ბევრი უნდა ივარჯიშო. მართალია, ამას შოკოლადის გემო აქვს, მაგრამ სინამდვილეში ეს ახალი ხელია. არ დაგავწყდეთ სახლში რომ მივხვდეთ, დედიკოებს უთხრათ რომ საუზმეთ ახალი ხელი გქონდეთ და ძალიან მოგეწონათ. მადლობთ კარგი მუშაობისთვის. ნახუჭიანი ხომ არ არის? მე შენ ჯანმრთელობაზე ვზრუნავ. მოვიწინე. კარგი, ახლა 50-დან უკან დაითვალე. სახლობანა ვითამაშოთ? მე სახლობანას თამაში მინდა. ვითამაშოთ. მე დედა ვიქნები, შენ კი პატარა ჭკვიანი შვილიკო. ხოდა წადი ახლა შენ ოთახში და დამელოდე სანამ მე შენ დედიკოს სამსახურიდან სახლში მოვა. დედას ვეტყვი, ახლა არ მინდა მე და პენი ერთად თამაშობთ ხოლმე. არ მინდა ისეთი დედიკო ყავდეს, რომელიც შენთვის ბევრ სათამაშოს ყიდულობს? მინდა. ხოდა ასეთი დედიკოები მუშაობენ. მოკლედ გაიქეცი ახლა შენ ოთახში, მე კი ვიტომ გვიანობამდე ვმუშაობ გამომცემლობაში და ოჯახისათვის არამცალია. მე ძველებური სახლობანა მინდა. შენ უკვე დაიღალე, დროა დასიძინებლად წახვიდე. დაძინება ჯერ ძალიან ადრეა. არც ისე არ გაგიგია, რომ ჩვენ დრო გადავიტანეთ. ახლა წელიწადის ის დრო, როცა დღე მხოლოდ 8 საათის განმავლობაში გრძელდება, ასე რომ შენი დაძინების დროს კარგი ხანია გადასდა. გამიჯერე ასე გვიანობამდე შენ ფეხზე ჯერ არ ყოფილხარ. შენ და მომაწვე. ხო, ვცდილობდი. არ წავალ დასაძინებლად. არა, ასეთი სამუშაოსათვის ძალიან ცოტას მიხდიან. როგორი გამივიდა არტურ? ეს როგორია არტურ? მოგწონს არტურ? ხელოვნების მუზეუმში უნდა გავაგზავნოთ. ეს ჩვენს მშვენიერ პენის მოეწონებოდა. კარგია, კიდევ ერთი შედევრი სიმბასაგან. ხატვარის პილო. ჩაჩინგ.
დამიჯერე ჯესი ბავშვის მომლელობა ძალიან მძიმე სამუშაოა. ერთადერთი რის გამოც შეიძლება აიტანო ის ფულია რომელიც უნდა გადამიხადო და კიდევ ის წიგნი რომელიც მისტერ ჯონსონის კარადის უკან ვიპოვე შეგდებული. ნენსი მოდი აქ ნახე. ახლა მიმოვალ ძირფასო ხო კიდევ აბაზანში ერთი საინტერესო რამე ვიპოვე ამ ოჯახში ვიღაცას გამუდმებული ქავილი აწუხებს. ნენსი მოდი ნახე რა დავხატე. მოდი რა ნახე. ძალიან ლამაზია პატარა ვაქედან ვევხედავ. ახლა მამიკოსათვის დახატე რამე არ დაიჯერებ საძინებლის მაგიდის უჯრაში რა ვიპოვე. ახლა ბავშვებო, ყველაზე უფრო მხიარული თამაში უნდა ვითამაშოთ. აბა ვის უნდა ფეხსაცმლის გაბრიალობანა? მისის ჯონსის ბაკარი პომადა ქონია. გამარჯობა ნენსი. როგორ არის საქმე? ყველაფერი კარგადაა, სახლში მარტო კარაქის ბლითები გამოგელიათ. ვასად არის? ისე დავღალე თამაშით, რომ მე მგონი თავის ოთახში ისვენებს. ლარა, ჩემო პატარა ბრაგჭირს. ოთახში ჩაიკეტე და ვეღარ აღე? მე თვითონ ჩავკეტე ნენსი რომ არ შემოსულიყო. ნენსი ცუძი მომვლელია, ძალიან ცუძი მომვლელია. აი მოხსენებათა ბარათი იმის შესახებ თუ რა წარმატებებს მიაღწია თქუნა ჩვენს პროგრამაში. სემი განსაკუთრებული ბავშვია. არტურთან კარგად ერთობოდი? ჩემი არტური საუკეთესო მომვლელია. მომავალ შეხვედრამდე. სემ, არტურს დათუნია დაუბრუნე. მე მინდა დათუნია მინდა. მოპატიე სემ, მაგრამ ეს დათუნია შესავით პატარა ბიჭუნა რომ ვიყავი. მაშინ მაჩუკა ბებია ლილიანმა. მისგან ერთადერთი სახსოვ არ დამჭა. არა გამოგდებით არ გამოვუგდივარ მე თვითონ ვაპირებდი წამოსვლას. რა თქინა ესეთი სამუშაო სადაც მხოლოდ იმიტომ გიხდიან ფულს რომ მოგემული საჭმული ჭამო და ტელევიზორს უყურო. რა თქვი საცხოვრობს ის ბავშვი? შენ ეს სამუშაო არ გამოგადგება მხოლოდ ერთი ტელევიზორი და ერთი ვიდეო აქვს. შოუს ერთდროულად ვერ უყურებ და ვერ ჩაწერ. ხუთმივი მომვლელის აქირავებას როგორ აპირებ? არ ვიცი ერთი თხოვნა მაქვს გოგო ერთთან უიტყვი სამუშაოდან რომ წამოვედი თორემ მაშინ ვიფიქრებენ გამოაგდესო. კარგი? კარგი. სამსახურიდან რომ გამოგაგდეს. ამ კვირას კინოში წასასვლელი ფული აღარ გექნება? ჯანდაბა, მართალი ხარ ყველაფერი უკანასკნელ ცენტამდე დავხარჯე. გასასვლელში ადგილი დამიკავე. უკან ფული დავბრუნდები. ჰეი, სანჯაი, გახსოვს ფული რომ გასესხე? დამიბრუნე? მე უნდა შეგახსენო? მე ხომ მხოლოდ გუშინ გამოგართვი. კარგი, როცა გეკნება დამიბრუნე. ბევრი ნაღდი ფულის დანტარება არ მიყვარს. გმადლობ. შემდეგ კვირაში გადაგიხდი. ან იგითა კვირაში. მალე დედა ჩემი მოვა და ბოულინგის ცენტრში წაგვიყვანს. მართლა? ჩემ სახლში რომ გავიაროთ შეიძლება? ჩემს იღბლიან ბოტასებს ჩავიცვამ. შენ არ მიგულისხმი ხარ. კარგი, ხო რა მოხდა, რამდენჯერ უნდა გითხრა, მაშინ მიმატებაში შემეშალა. აი ნახავ, ახლა სხვასაც მიცე მოგების საშუალებას. მაგიტომ არა და გავიწყდა სამუშაოზე რომ ხარ წასასვლელი, გახსოვს? ხო. ისე ლარა სახლი ბოულინგისაკენ მიმოაგზაზია და თუ გინდა იცამდე მიგიყვანთ. გმადლობთ მისის ალვარენა. ნახვამდის კარგით რო გაატარეთ. არაფრის ჩემო კარგო დადილოდები სანამ შიგნით შეხვა. ქუჩაში ხომ არ დაგტოვებ? დედაშენი რას მეტყვის? დედა ჩემი არაფერს გეტყვით დამოუკიდებლობას მაჩვენს წადით ნუ წუხდებით. ძვირფასო თანამშრომლებო, ჩვენი კლიენტები იმდენად კმაყოფილი არიან ჩემი სერვისით, რომ თავის მეგობრებთან გამიწეს რეკომენდაცია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა არტურს ხელფასი მოემატება. სემ, შენს მომვლელს მიესალმე. გამარჯობა არტურ. ეს არ არის არტური. აი არტური. არა, ჩემი არტური აი ეს არის. ის პარისის არტურია, ის კი რაიანის არტური. ეს არტური კი მხოლოდ ფულს თulis. გინდა სხვა არტურებიც გაჩვენო? დაუჩქარე, ჩემო კარგო, დაუჩქარე. ახლა გამახსენდა. მისის ჯონსონის სახლის გასაღებს მანდობს და უკანა კარიდან შევალ. შეგიძლიათ წახვიდეთ.
ის არის ჰაროლდ, ის დაბრუნდა. პოლიციას გამოუძახე. Fox Kids, Fox Kids, Fox Kids, Fox Kids, Fox Kids.